Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, მაცხოვრის ამაღლების სახელმწიფო ტაძრის წინამძღვარს დეკანოს კახაბერ გოგოტიშვილს. დაგლოცეთ მამაო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მეც მოგესალმებით და მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის. მამაო, როგორც გიორგიმ თქვა დასაწყისში, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კვირას წაკითხული სახარების შესახებ, ანუ განმარტავთ კვირას წაკითხულ სახარებას. მარკოზის მეათე თავის 32-45 მუხლები იქნა წაკითხული კვირას წირვაზე და სანამ განმარტებაზე გადახვალთ, თუ შეიძლება რას მოგვითხრობს ეს სახარება, მოკლედ რომ ჩვენს მაყურებელს მოახსენეთ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს სახარება, რომელიც ამ კვირას იქნა წაკითხული, მარკოზის სახარებიდან წავიკითხეთ, თუმცა კი იგივე ამბავს მათე მახარებელიც მოგვითხრობს და ლუკა მახარებელიც მოგვითხრობს. აქ რაღაცა სხვადასხვაობა ამ მოთხრობაში შეიძლება რაღაც ესეთი უმნიშვნელო შეხვდეს და ამას ქვემოთ აღვნიშნავ. ძირითადი შინაარსი მინდა მოგახსენოთ აი ამ წაკითხული სახარებისა, გახლავთ შემდგომი, რომ მაცხოვარი იერუსალიმის გზაზე 12 მოციქულთან ერთად მიბრძანდება და მათ კიდევ ერთხელ შეახსენებს მისი მომავალი ნების შესახებ. ესაუბრება იმის შესახებ, რომ ძეკაც ისე იქნება შეპყრობილი, ანუ მას დაიჭერენ მღვდელმთავრები, წიგნობართუხუცესები გადასცემენ წარმართებს, აი ესე სიტყვით წინასწარ რომ ხედავდეს ადამიანი რაღაცა ესე წარმოიდგინოს, რაღაცა ესე განუმარტავს ყველაფერს, რომ გადასცემენ, შეურაცხყოფენ, სტანჯავენ, აფურთხებენ აი ამ სიტყვებს, რომელიც შემდგომში მართლაც ახსრულდება, წინასწარ ეს ყველაფერი მოციქულებმა იციან და საბოლოო ჯვარზე გააკრავენ და მესამე დღეს აღდგება. აი ესეთ სიტყვებს ეუბნება და ამ დროს მიდის მასთან ორი მოციქული, რჩეული მოციქული, ძმები არიან ისინი ერთმანეთის, ესენი არიან იაკობი და იოანე და აქვთ ესეთი მოთხოვნა, რომ რაღაცა უნდა გთხოვოთ და უნდა შეგვისრულო. და რა უნდა მთხოვოთ, ჯერ ეკითხება, ну იცის რა თქმა უნდა, რაც უნდა სთხოვონ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ძალიან ხშირად მაცხოვარი ესე ეუბნება, რომ აი რა გსურს რომ გაგიკეთო, განა არ იცის ადამიანს რა სურს, მაგრამ თვითონ ადამიანმა უნდა წარმოს თქვას ეს, იმიტომ რომ თუ რაღაცა არასწორს ამბობს, ეს როგორც თქვათ, ღია ჭრილობა ექიმს უნდა აჩვენო, ესევე უნდა აჩვენოს ადამიანმა ის არასწორი, რომ მაცხოვრმა დაადოს მას რაღაცა მალამო და უმკურნალოს აი ამ ჭრილობას. აი ესეთივე მდგომარეობა, ამიტომაც ათქმევინებს, რომ რა გსურთ. ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენო აი ამ შენს დიდებაშიო, ერთი მარჯვნივ უნდა დავსხდეთო, 12 საღტარი გექნებათო მოციქულებს ეუბნება ჩემს დიდებაშიო და აი ერთი მარჯვნივ შენგან მარჯვნივ და ერთი მარცხნივ შენგან უნდა დავსხდეთო და აი ესეთი მოთხოვნა აქვთ მას და მაცხოვარი ეუბნება, რომ არ იცითო რა სიტყვოთ. შეგიძლიათო იმ სასმელის შესმა, რომელსაც მე შევსვამ, იმ ნათლის ღების მიღება, რომელთაც მე ნათელი ვიღებ. ესენი თანხმდებიან, რომ კი შეგვიძლია. შეიძლება რომ შეგეძლოთ და მართლაც შეძლებთ ამას, მაცხოვარი ამბობს, მაგრამ მარჯვენით დაждდომა და მარცხენით დაждდომა არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს ადგილი, მას მიეგება ეს ადგილი ზეციური მამის მიერ. და 10 მოციქული, რომელიც მოისმენს ამ ამბავს, დაიწყებენ ტვინვას. ჯგუფს დაიწყებენ, რომ აი რისთვის აწუხებთ მოძღვარს და მაცხოვარი მათ შეაგონებს, რა თქმა უნდა, შეარიგებს და ამბობს, რომ ნუ იქნება თქვენ შორის ისე როგორც წარმართებშია, ისინი მძლავრობენ და უფროსობენ ერთმანეთზე ძალისმიერი მეთოდებით, ანუ ვისაც მეტი აქვს ძალა, ის ხდება პირველი და თქვენ შორის ესე ნუ იქნება. თქვენ შორის ვისაც უნდა რომ იყოს პირველი, ის იყოს ყველას მსახური. და ამისი მაგალითი არის თვითონ მაცხოვარი და ამ სიტყვებითაც ამბობს ამას, რომ აი მეო, მოვედი არა იმისთვის რომ მე მსახურონო, არამედ იმისთვის მოვედი რომ ვემსახურო. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ეს სახარება. მე ვახსენე რომ რაღაცა შეიძლება ცოტა სხვანაირად იქნას წაკითხული მათე მახარებელთან. მათე მახარებელთან ისიც კი წერია, რომ მოციქულებმა იაკობმა და იოანემ დედამისი მიიყვანეს. თან იმის დასტურად, რომ რაღაცა დედის უფრო მეტად მოერიდებოდა ახლა ქალბატონის და მაცხოვარი ვარს ვერ ეტყოდა. ანუ განამტკიცეს კიდევ უფრო მეტად მათი ეს მოთხოვნა, იმითი რომ ესე იგი დედასთან ერთად იყვნენ და დედა ესე იგი შეეწეოდა უფრო მეტად, რომ მაცხოვარს მოერიდებოდა და ქალბატონს ვარს ვერ შეკადრებდა და რაღაც ესეთი მიზანი იყო ეს დედის მიყვანა. თუმცა კი აბსოლუტურად ერთი და იგივე ამბავია. და რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რას სად უნდა ესე იგი იხედებოდეს ქრისტიანი ადამიანი და საკუთარი თავის აღმოჩენას უნდა ცდილობდეს, რომ თვითონაც ხომ არ არის აი ამ მდგომარეობაში. მე შეგახსენებთ ბიბლიური ისტორიებს და დავიწყებ ისევ
პარალელების გავლებას, რომ ხშირი ესეთი შემთხვევა. ნახეთ, მაცხოვარი რაზე საუბრობს, მომავალ ვნებაზე საუბრობს და ამ დროს რას თხოვენ მას მოციქულები. აი ესეთი გახლავთ ბიბლიური ისტორია ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი ნოეს მაგალითი თუ გახსოვთ, საუბრობს რომ იქნება წარღვნა, წალეკავს წყალი მთელ ქვეყანას და 100 წლის განმავლობაში ხედავენ ნოეს, რომელიც აშენებს კიდობანს და ეძახიან მას გიშს და არანორმალს ვერ ღებულობს ამას ადამიანი. ისევე იქნებოდნენო, განქორწინებოდნენო, იქორწინებოდნენ, ანუ ჩვეულებრივად აგრძელებენ ისინი ცხოვრებას, მიწიერს არაფრით არ განეშორებიან და მართლაც მოხდება წარღვნა. და ნოე გადარჩება და მისი ოჯახი, ხომ? ეს არის ფაქტი. ესეთივე შემთხვევა მრავალი შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ. თვით დღევანდელი ჩვენი მდგომარეობაც ესეთი გახლავთ, იმიტომ რომ ყველა ქრისტიანმა იცის, რომ მეორედ მოსვლა აუცილებლად იქნება და მეორედ მოსვლის დროს იქნება განსჯა, განკითხვა თითოეული ჩვენთაგანისა, ყველა ადამიანისა, ვინ ემზადება ამისთვის სათანადოდ. ვის ახსოვს ეს გამუდმებულად? ცოტას ალბათ. ძალიან ცოტას ალბათ. მე ნამდვილად საკუთარი თავიდან დავიწყებ ალბათ განკითხვას და ვიტყვი რომ ხშირად არ მახსოვს ეს ამბავი. მახსოვს შეიძლება ხშირად, მაგრამ არ ვცხოვრობ ისე რომ როგორც უნდა გახსოვდეს და როგორც უნდა მოქმედებდეს ყოველი ქრისტიანი ადამიანი. აი ესეთივე მდგომარეობა გახლავთ. მაცხოვარი საუბრობს, წარმოიდგინეთ, როგორ შეიპყრობენ, როგორ შეურაცხყოფენ და მოციქულები ამას ვერ ღებულობენ, ადამიანურად განჯიან და ამიტომ ჯერ ერთი ფიქრობენ, რომ წარმოიდგენენ ეხა კაცმა მიცვალებული გააცოცხლა, კეთროვანები განწმინდა, ეშმაკეულები განკურნა და ესეთი ადამიანი უნდა შეიპყრონ და აწამონ რისი გულისთვის, ამას ვერ უშვებენ. და თან ეს პირველი ქადაგება არ არის მაცხოვრისა, რომ მოციქულებს ამას ეუბნება, ადრეც უთქვამს ეს. კიდევ ერთხელ შეაგონებს, იმიტომ რომ მოახლოებულია ეს ჟამი, ისინი იერუსალიმისკენ მიდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბოლო ასვლა იერუსალიმში მაცხოვარი უნდა შეიპყრონ. და ლუკა მახარებელი ასახელებს, რომ რადგანაც იერუსალიმთან ახლოს იყვნენ და რაღაც ისე უკვე ისე დაძაბულია საზოგადოებრივი აზრი მაცხოვრის წინააღმდეგ, მღვდელმთავრებმა ისე განაწყეს საზოგადოება, რომ ხვდებიან, რომ რაღაცა უნდა მოხდეს და ფიქრობენ, რომ ეს არის სწორედ ის დიდება, რომელი დიდებასაც ისინი მაცხოვარი პირდებოდა მოციქულებს, რომ ჩემი დიდების დროს, ესე იგი თქვენ მოგიწევთ 12 საყდარზე დაჯდომა და ფიქრობენ, რომ დიდება იგულისხმეს ალბათ, ხო? მაცხოვრებს. არის აქ ასთა სხვადასხვაობა, რომ არის ფიქრობენ, რომ ამ ბულგარელი მაგალითად ამ ქვეყნიურ დიდებას გულისხმობენ, თითქოს ის მეფე გახდებოდა და ესენი მისი 12 მმართველები იქნებოდნენ, არის, მაგრამ არის ესეთი აზრიც, რომ ზეციურ დიდებაზეც კი ფიქრობდნენ, ანუ ფიქრობდნენ, რომ გაიხსნება ზეცა და ზეციური დიდებით წარმოჩინდება მაცხოვრე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ესენი ითხოვენ პირველ და მეორე ადგილს. და მართლაც იციან, რომ ისინი არიან რჩეული მოციქულები, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები, როცა არის თუნდაც ფერის ცვალება, რომელიც აი ძალიან ახლო ხანებში მოხდა ამ ფაქტამდე. ამ ფერის ცვალების ფაქტს შეესწრა 3 მოციქული, პეტრე, იოანე და იაკობი. მათ შორის იყო ეს 2 მოციქული. ეს ორი ძმაც იქ არიან და მაცხოვართან მისვლაც იციან, რომ უპირატესები არიან. რომ რაღაცით გამორჩეული არიან სხვა მოციქულებისგან, მაგრამ რატომ სჭირდებათ მაშინ ამისი მოთხოვნა? იმიტომ რომ პეტრეზე ეშინიათ, იმიტომ რომ თუ პეტრე აღმოჩნდება პირველ ან მეორე ადგილას, მაშინ რომელიღაცა ძმა უნდა ამოვარდეს აქედან და სურვილი, მათი სურვილი არ არის ცუდი სურვილი, უნდა რომ უფალთან ყველაზე ახლოს იყვნენ. ეს ყველა ადამიანს უნდა უნდოდეს, მაგრამ აი რის ფასად უნდა უნდოდეს, აქ ამას აქვს მნიშვნელობა. თორემ მე რომ უფალთან მინდოდეს, რომ ყველაზე ახლოს ვიყო, ეს არ არის დანაშაული. მაგრამ რა საფასურს გადავიხდი ამაში? აი ამაზე უნდა ფიქრობდეს და ეს მოციქულები ამას არ ფიქრობენ, იმიტომ რომ დიდებით დაჯდომაზე როცა ლაპარაკობენ მარჯვნივ და მარცხნივ, ამ დიდებით დაჯდომაში იცით რა არის გამოტოვებული? რომ ისევე ჯვარს უნდა გაეკრან ქრისტესთან ერთად, როგორც თვითონ ქრისტე გაეკრა ჯვარს და აი ამ ჯვარცმა სტოვებენ. ანუ პირდაპირ დიდებაზე ელაპარაკებიან. ამიტომაც ქრისტე მათ შეახსენებს, რომ თქვენო შეძლებთო იმ სასმელის შესმას, რომელსაც მე შევსვამ და იმ ნათლის ღებას, რომელთაც მე ნათელ ვიღებ. აი რა იგულისხმება ამ სასმელში და ნათელში უფრო გავმარტოთ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არისო, ვინ დაждდება ჩემს მარცხნივ და მარჯვნივ. მოგახსენებთ.
ამ სასმელში და ნათლისღებაში ქრისტეს ჯვარცმა იგულისხმება. მისი მოწამეობრივი აღსასრული იგულისხმება. ისევე როგორც ვთქვათ, მოწამეობა არის ახალი ნათლისღება, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება ამ დროს, როდესაც ის მოწამეობრივი აღსასრულით აღესრულება და ამ შემთხვევაში ქრისტეს მოწამეობრივი აღსასრული გახლავთ მთელი კაცობრიობის გამოხსნა. მისი სისხლით განიწმინდა და მისი სისხლის დაღვრით განიწმინდა მთელი კაცობრივი ცოდვები. მან ჯვარზე მიალურსმა და ჯოჯუხეთიდან ამოიყვანა მართალი ადამიანები. ასე რომ ამ სასმელის შესმა შეგიძლიათ და ამ ნათლისღების მიღება ეკითხება რომ თქვენც ესე უნდა მოიქცეთ რომ ეს დიდება გინდათ. გასაგებია, მაგრამ ესე უნდა მოიქცეთ, თქვენ უნდა შეგეძლოთ აი ამ სასმელის შესმა. ეს სასმელი არის მწარე სასმელი. მოციქულები რომელიც ხობენ რომ კიო, ხო? მაგრამ ანუ გასაგებია მართლაც ესე იქნებაო და გეტყვით რომ ნამდვილად ესე მოხდა. ნამდვილად ესე მოხდა რომ მართლაც შეცვეს ეს სასმელი. აქ იცით საუბარაზე რომ მოციქულები ჯერ სრულყოფილნი არ არიან. არიციან რა სიტყვენ, მაცხოვერც ხო ესე პასუხობს. არიცით რა სიტყვთო. და არ გვაქვს უფლება რომ მოციქულები გამსაჯოთ ჩვენ ამ საქციელის მიხედვით, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ მათ აღსასრულზე, როგორ გარდაიცვალნენ სულთმოფენობის შემდგომ. ნახეთ როგორია მათი ცხოვრება, როგორი არანაირი ვნება, არანაირი ამქვეყნიური რაღაც არანაირი დიდება, აღარ არის ამაზე ლაპარაკი. პირიქით, პირველი მოწამე გახლავთ იაკობი, რომელიც ეწამება, ესე იგი იერუსალიმში შეიპყრობენ მას და მოწამეობრივად აღესრულება, გახლავთ იაკობი. იოანე მართალია მოციქულთა შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მისი აღსასრულიც როგორია, მისი ცხოვრება როგორია, სახარებასაც რო წერს, იმის ღირსაცაც კი არ ხდის თავის თავს, რომ სახელი დაწეროს თავისი. და ნახეთ როგორი ციტატა მოყავს, მისდევდა მას პეტრე და მოწაფე იგი რომელი უყვარდა იესოს. არასახელებს თავის სახელსაც კი აღარ ამბობს და როგორი მორჩი საქმე მოციქულთაგან ჩანს, როგორ ემორჩილება ის პეტრეს ყველაფერში, სასწაულთა აღსრულება, სწავლება, პეტრეს პირველ სიტყვას, როგორ ესე იგი დიდ ყურადღებას აქცევს და თვითონ რაღაცა სხვაგან არის უკვე, იმიტომ რომ აღარ აქვს ეს ამქვეყნიური დიდების განცდა ესე. ანუ სრულყოფილებას მიღწეული არ არის. ასე რომ მოციქულთა განჯისუფლება ჩვენ ამითი არ გვაქვს, ამ მაგალითით არ გვაქვს რაღაცა უფლება მოცემული რომ მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ, აღსასრულზე უნდა ვილაპარაკოთ. ზოგადად ეკლესიის პოზიცია ესეთია, ადამიანს წარსულ შეცოდებებს არ უხსენებს, აწმყოზე და მომავალზე ელაპარაკება. იმიტომ რომ წარსული თუ გაუხსენე და მხოლოდ ამაზე ელაპარაკე, შეიძლება ადამიანის საზოწარკვეთილებაში ჩააგდო. ასე იქნებოდა მოციქულთა მდგომარეობაც. რომ არ ქონოდა პეტრეს სინანული, აუცილებლად საზოწარკვეთილება იქნებოდა იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, როდესაც უარყო. მაგრამ ჩვენ არ გადავუხვიოთ მთავარ სათქმელს, გავაგრძელოთ ჩვენი თემა. რომ რაზე არის აქ კიდევ ლაპარაკი, ისინი თავიდან იცილებენ ამ სატანჯველს, იმიტომ რომ ეშინიათ ამ შეურაცხყოფისა, ამ ცემატყებისა და შეფურთხებისა, იმიტომ რომ აქამდე ვერ დამდაბლდებიან, არ შეუძლიათ აქამდე დამდაბლება და შიშიც აქვთ ამისი გარკვეულწილად, ამიტომაც პირდაპირ დიდებაზე გადადიან და ეუბნებიან რომ ერთი მარჯვენით შესა უნდა დავждეთ, მეორედ მარცხენის შესა. ეხლა რატომ ამბობს მაცხოვარი რომ ეს არ არის ჩემი მისაცემელი, როგორ არ არის? მაცხოვარი იესო ქრისტე ხომ ღმერთია და რა თქმა უნდა ღმერთი იღებულობს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ აქ საუბარი იმაზეა რომ მაცხოვარი გვერდს აულის თითქოს ამ ამბავს და რატომ ეუბნება, იმიტომ რომ თქვენ შემდეგ იქნება მრავალი საუკუნეები და მრავალი საუკუნის განმავლობაში იცხოვრებენ ადამიანები, რომლებმაც იქნება და უფრო დიდი ღვაწლი აღასრულონ. ეხლა მე რომ თქვენ შეგპირდეთ რომ კი აუცილებლად შენ იქნები ერთი მარცხნივ და მეორე მარჯვნივ, მე იმ ადამიანს რა უყო, რომელიც იქნებ შენზე უფრო უპირატესი გამოჩნდეს. ასე რომ წინასწარ ამისი შეპირება არაფრით არ შეიძლება და ამისი მაგალითი მოყავს იოანე ოქროპირს, ოდესაც ამბობს რომ წარმოიდგინეთ მეფეო, რომელიც რაღაცა ასპარეზობას მართავსო. და მასთან რომ მივიდეს ახლობელი ადამიანი და უთხრას რომ აი ამ ასპარეზობაში მე მომეცი პირველი ადგილი. მეფე რა თქმა უნდა უპასუხებს რომ იცი რა, ჯერ შეჯიბრება დამთავრდეს და ვინც იქნება ღირსეული მე მას მივცემ პირველ ადგილს. წინასწარვე რომ ამას უთხრას რომ შენ რახან ჩემი ახლობელი ხარ, ღირსეულიც ხარ, კარგიც ხარ და გეკუთვნის პირველი ადგილი, იქნება და უფრო მეტად ღირსეულები წარმოჩინდნენ ამაზე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ასახელებს მაცხოვარი რომ შენ პირველი ადგილი გექნება და შენ მეორე ადგილი გექნება. ამიტომაც ესე იგი ჩვენც არ გვაბრკოლებს მომავალ საუკუნეებში რომ ვიცხოვროთ რაღაცა პირიქით შემართებას გვაძლევს რომ ეს ადგილი გამზადებულია მათთვის ვინც ამ სასმელს შესვამს, ვინც ამ ნათლისღებით უინათლება
და ვინც ესე იღვაწებს ქრისტეს დარად, ქრისტეს მსგავსად, მოციქულთა მსგავსადაც, იმიტომ რომ მათ ნამდვილად შესვეს შემდგომში ეს სასმელი როგორც უკვე მოგახსენეთ. ასე რომ ჩვენთვისაც სტიმულია ეს 21 საუკუნეში რო ვცხოვრობთ და ყვებით გავლილი ამ რამდენიმე საუკუნის ამბავს უკან რომ როგორ მოხდა და რა მოხდა, ჩვენთვისაც სტიმულია რომ ჩვენს გვაქვს თურმე ამისი შანსი რომ შეიძლება ესეთი საყდრები აქ მართლა რეალური ეს საყდრები და სკამები კი არ არის ჩამორიგებული ვიღაცის. ხო, როგორ მოგესმოდა მიახლება. პოტენცია ხო? ან თვითონ მოციქულებმა რამდენად სწორად აღიქვეს ეს და გაიგეს როგორც მიახლება ღმერთთან. ანუ როგორ შეგიძლია შენ ღმერთს რომ მიუახლოვდე და როგორ შეიძლება რომ შენ იწოდო მის მეგობრად. ნახეთ ძველ აღთქმაში ესეთი ძალიან საინტერესო ფრაზაა აბრაამს ჩემს მონას უთხარი აბრაამს და მოხდება ესეთი ფაქტი რომ როდესაც მსხვერპლ შეწირვას აღასრულებს აბრაამი ისააკი უნდა შესწიროს თავისი შვილი ამის შემდგომ უფალი ამბობს რომ აბრაამს ჩემს მეგობარს ძველ აღთქმაში არსად არ წერია აბრაამი მეგობრად არ არის მოხსენებული ამ ფაქტის გარდა და რატომ გახდა ესეთი აბრაამი მეგობრობის ღირსი რატომ გახდა იმიტომ რომ ის იმდენად ახლოს მივიდა ღმერთთან და იმდენად ესე იგი იწინასწარმეტყველა და გააცნობიერა რას აღასრულებდა მამა ღმერთი კაცობრიობის გადასარჩენად რომ ზუსტად იგივე საქციელი ჩაიდინა მან თავისი მხოლოდშობილი ძე შესწირა ისევე როგორც მამა ღმერთმა მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა კაცობრიობის ხსნისათვის და მან სიკვდილი განიცადა ჯვარზე თავისი კაცობრივი ბუნებით ასე რომ აი ამ მიახლოებაზეა ლაპარაკი. აი ამ სულიერ განცდაზეა პირველ რიგში ლაპარაკი, გონებით სულით დაახლოებაზე ღმერთთან და მიმსგავსებაზე. ჩვენ ხომ ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი და ხატება და მსგავსება, გარეგნული მსგავსება კი არ არის ღმერთისა. ეს არის სულიერი მსგავსება, სულიერი თავისუფლება, ცოდვებისაგან გათავისუფლება და შენი სულიერი არჩევანი. აი ეს არის შენი მსგავსება და რაც უფრო ამითი უახლოვდება ადამიანი ღმერთს სწორედ ეს გახლავთ ის პირველობა, ის პირველი და მეორე საყდარი ამ შემთხვევაში პირობითად რომ ავიღოთ, ანუ ახლომყოფობა ღმერთთან. და ეს ამ ქვეყნიდანვე შეიძლება დაიწყოს ადამიანმა და აღასრულოს. შემდეგ მათ ხო არ ეუბნება მოწაფეებს, მოციქულებს, რომ ვისაც თქვენ შორის დიდება სურს, ის იყოს თქვენი მონაო და ვისაც პირველობა უნდა, ის იყოს მსახურიო. აი ეს არის მე ვფიქრობ ფრაზა, რომელიც მთელი აი ამ სახარებიდან შეიძლება მხოლოდ ამ ფრაზაზე გვესაუბრა დღესდღელი ჩვენი გადაცემის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრის დამტევნელია ეს სახარება და ჩვენ დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას ყველაფერი თქვა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ჯერ ეუბნება რომ რტვინავენ სხვა 10 მოციქული და ამის გამო მათი დასაწყნარებლად ამბობს რომ ნუ იქნება თქვენ შორის ისეთი ამბავი როგორც წარმართებს შორის შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება მოხდეს წარმართებს შორის ვიღაცა ძალაუფლებდეს ან თავისი ძალისმიერი მეთოდით რომ ძალით ჯობნის სხვას ან თქვათ ფინანსური შესაძლებლობა აქვს მეტი და ამით აჯობა სხვას ან რაღაცა თქვათ მზაკრობა აქვს შეიძლება უფრო მეტი სხვაზე და გამოიყენოს ეს მზაკრო ესე არ უნდა იყოს თქვენ შორის თქვენ შორის უნდა იყოს ესე რომ ვისაც უნდა პირველობა ის უნდა იყოს ყველას მსახური და ამისი მაგალითი მე თვითონ ვარ როცა ამბობს რომ მოვედი იმისთვის კი არა რომ ვიმსახურო აქეთ ხალხი იმისთვის მოვედი რომ მე ვემსახურო და ყველაზე დიდი მსახურება რაც არის ეს არის რომ თავი დადო და სისხლი დასთხია მან ადამიანებისათვის ვიღაცისთვის კი არა კონკრეტულად მოციქულებისთვის კი არა ყველა ადამიანისთვის ვინც დაბადებულა და ვინც დაიბადება ცოდვილია თუ წმინდანია ყველასათვის გააკეთა მან ეს განურჩევლად იმისა რომ ღირსეული აი მოწყალების უსაზღროება სწორედ ამაში ჩანს რომ მოწყალება ის კი არ არის რომ ვინც ღირსია შეწყალებისა იმას შეიწყალებ ვინც არ არის ღირსი იმას რომ იწყალებ ეს არის კაცთმოყვარეობა ღვთისა ის არის რომ მას უყვარხარ შენ ისეთი როგორიც ხარ თუ არა შეწყალების ღირსი და ამის გამო ის სისხლს დათხევს ჯვარზე და ეს არის სწორედ მსახურების ეს პირველობა და რეალურ ცხოვრებაშიც მართლა ესეა ნახეთ ადამიანი რომელიც თავმდაბალია ადამიანი რომელიც ყველას მსახურებას ცდილობს ის ისტორიულადაც უფრო ცნობილი ხდება შემდგომში ვიდრე ვთქვათ უფრო რაღაცა მძლავრი ადამიანები და კარგი გასახსენებლად აი მოსეს და ეგვიპტის ფარაონის მაგალითი შემიძლია გითხრათ რომ ის იყო ესე იგი წარმოედგინეთ მაშინდელი მსოფლიოს ბატონი შეიძლება ითქვას აი ეგვიპტე უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო და ვინ არის დღეს ის ეგვიპტის ფარაონის სახელი თუ იცის ვინმე და მოსეს სახელი იცის აბსოლუტურად ყველა ასე რომ ეს ამბიცია
ნახეთ შეიძლება ადამიანს კონდეს მართლაც პირველობისა და მე წეღანაც თქვი რომ არ არის ცუდი რომ გინდოდეს ღმერთთან ყოფობა ეს არ არის ცუდი მაგრამ რის ფასად უნდა გინდოდეს ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თვითონ მაცხოვარიც არ გზალავს ნახეთ არ ეუბნება რომ ეს რა სურვილი გაგიჩნდათ და როგორ გაგიჩნდათ კი არ უთქვამს რომ რატომ გინდა პირველობა ანუ მოგცა ცხოვრების ესე იგი წესი გასწავლა რომ გინდა არა უშავს თუ გინდა მაშინ ესე უნდა მოიქცე აი ესე შეიძლება შენი პირველობა რომ ყველას მსახური იყო ასე რომ ეს ყველას უნდა ახსოვდეს მოძღვარია სასულიერო პირია საერო პირია თანამდებობაზე დაინიშნა რაღაცაზე აირჩიეს არ აქვს მნიშვნელობა უნდა იცოდეს რომ იმიტომ კი არ მოხდა მისი არჩევა თქვათ თანამდებობრივად რაღაცა საერო სამსახურშია თუ სასულიერო სამსახურში იმიტომ კი არ მოხდა მისი არჩევა რომ ხალხი ემსახუროს მას იმიტომ არის არჩეული რომ ის უნდა ემსახუროს ხალხს სასულიერო პირისთვის ეს პირდაპირ ესე იგი მინიშნება იმიტომ რომ მისი ღვთისმსახურება ხალხის მსახურებაა ანუ ხალხი კი არ ემსახურება სასულიერო პირს სასულიერო პირი ემსახურება ხალხს და საერო ხელისუფლებაშიც ესე უნდა იყოს სამწუხაროდ რომ ავიწყდებათ არ უნდა დაავიწყდეთ და გამუდმებით უნდა ახსოვდეთ რომ ისინი იმიტომ არიან არჩეულნი ხალხის მიერ იმიტომ კი არა რომ ხალხი ემსახურება მათ არამედ პირიქით ისინი არიან ხალხის მსახურნი ამიტომაც ყველა გონიერი ადამიანი ყოველთვის გაურბოდა ხოლმე აი ამ საქმეს იმიტომ რომ ძალიან ძნელია ხალხის მსახურება და ეს არის ძალიან დიდი ჯვარი. ანუ აი ეს პირველობა არის ძალიან დიდი ჯვარი, იმიტომ რომ აქ არ უნდა შეგეშალოს, ყველას მსახური ხარ და ყველასი ერთნაირად, ისევე როგორც ქრისტეზე მოგახსენეთ წელა რომ კი არ გამოურჩევია რომ მე შენთვის ჯვარს გავეკვრები და შენთვის არა. ყველასთვის ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი შენი მოყვასია, ნებისმიერი ადამიანი მოქალაქეა და ხატება და მსგავსება ღვთისა და ასე რომ შენი თანამდებობა, რომელიც მოგეცა და ღმერთმა დაგადგინა, აგამაღლა ვიღაცა სხვაზე თანამდებობრივად, სასულიერო თუ საერო ხარისხია ეს ამას მნიშვნელობა არ აქვს, სწორედ ამას ნიშნავს, რომ შენ უნდა ემსახურო აი ამ თანამდებობით იმ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოების წინაშეც ესე გამორჩევა მოხდა შენი. მოგეთ მოერთმა შეგვაძლებინოს ყველას ერთმანეთის მსახურება. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ტელემაყურებელს შევახსენოთ საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გასულ კვირას საკითხული სახარების შესახებ საუბრობდა.